ხალიჩაზე არიან საქართველოს ახალგაზრდა ჩემპიონი გურამ საღარაძე და მსოფლიოსა და მე-16 ოლიმპიურ ასპარეზობათა ჩემპიონი იმან ალი ხაბიბი. 1961 წელს საბჭოთა კავშირში ირანის ნაკრები ტურნეს მართავდა. ერთ-ერთი ეტაპი თბილისშიც იყო და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ახალბედა სპორტსმენს თითქმის გამოუცდელ გურამ საღარაძეს ურთულესი მისია დააკისრა. 21 წლის საღარაძეს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ასევე მელბურნის ოლიმპიადის გამარჯვებული იმამ ალი ხაბიბისთან უნდა ეჭიდაო. მაზანდარებებთან გამარჯვების შემთხვევაში კი მას ეროვნულ ნაკრებში აყვანას დაჰყიდდა. ლანდები ისეთ მდგომარეობაში მქონდა, რომ წესით არ უნდა მეჭიდავა, წნევა მქონდა რაღაცა, მაგრამ ვიჭიდავე, ისე მიყვარდა ეს საქმე და ეს ჭიდაობა და ვიჭიდავე ხოთოშორი და გამემართლა. ამალ არ ვიცი შემაფასა, არ შემაფასა, მაგრამ მაგარი ჭიდაობა წავიდა და 7-6-ზე დამთავრდა. ერთ სამჯერ ავიყვანე ჰაერში, გამოცდილება რომ მქონებოდა, ალბათ კიდეც შეიძლება იმ წაქცევა და რაღაცა და არ ელოდა ეს. ჰაბიბი ამას შახის უსაყვარლესი ფალავანი იყო, ირანის შახის რეზა ფეხლევის. ამ გამარჯვებამ მომცა მე, ასე ვთქვათ, ასპარეზი აი დიდი შეჯიბრებებისკენ. საღარაძემ შეძლო ის, რაც ბევრს შეუძლებელი ეგონა. ჰაბიბი ქულებში მინიმალური სხვაობით დაამარცხა. მწვრთნელმა დანაპირების შეასრულა, რაც მალევე დაუფასდა. 1963 წელს სოფიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მან პირველობა არავის დაუთმო და კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვით ადრე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე მხოლოდ მე-4 ადგილი დაიკავა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონობაში ამას ხელი არ შეუშლია. სამაგიეროდ მომდევნო წელს ქვეყნის შიდა პირველობაც მოიგო და შესაბამისად ტოკიოს ოლიმპიადისთვის საშუალო წონაში უალტერნატივო იყო. ტოკიოშიც ყველაფერი კარგად დაიწყო. მაშინ ჭიდაობაში მედლების სხვა სისტემით თამაშდებოდა. ჩემპიონი ხდებოდა ის, ვისაც ყველაზე ნაკლები საჯარიმო ქულა ჰქონდა. თუ სპორტსმენი სუფთად, ანუ ვადამდე ვერ მოიგებდა, ერთი საჯარიმო ქულა ერიცხებოდა. ფრის შემთხვევაში 2, მარცხზე კი 3. პირველი 2 სუფთა გამარჯვების შემდეგ საღარაძემ ჯერ კანადელ სპორტსმენს ლია ქულებით, შემდეგ კი ინდუელს. თუმცა ამ შეხვედრაში რამდენიმე გაუგებრობაც მოხდა, რომელიც როგორც აღმოჩნდა, გადამწყვეტი გამოდგა. ბევრი ქულები გაუგეთა და ერთი პერიოდი აქცევდა. აქცევა ახლა სუფთა რომ ისიც არ დავთრას არის ეს სუფთა აქცევა და როცა სუფთას იგებდა, მაშინ მოჭიდა 0 საჯარი მეწერებოდა, საჯარი არ ეწერებოდა. აი ქულებით მოიგებდა, ერთ საჯარი მეწერებოდა. 6 რომ მოეგო ქულებით გავარდებოდა. საბედა საბურთი ვერ შევიდა, 6 რომ მოეგო, ასე წესი იყო მაშინ. რომ იყვირა გაუშვა. ვახტანგ ბარავაზეც იყო იქ და ხალხი გადახდა კიდე ამ ლებზე თან ზედა უთხრა რა ქენი გურა მე რა გაიქცევა. და ეჭხუა. ხო და ნუ ამან არ მიაქცია ყურადღება. მე მეორედ კიდე აქცევდა ახლა საჯი წაეშველა იმას და ეს ერთი საჯარიმო ქულა დაემატა საერთოდ ქულებში. აი ერთმა საჯარიმო გააწყვიტა. ამის შემდეგ იყო ფრე თურქ ისმაილ ოგანუმთან და ასევე ფრე ირანელ ალი სანატკარანუმთან. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ საღარაძემ და ოგანომმა თანაბარი ქულები დააგროვეს და უძლიერესის ვინაობაც ხალიჩის ნაცვლად სასწორზე გადაწყდა. და ამას წონა ნაკლები აღმოაჩნდა ჩემზე 1.400 გრამით გამიგე და აი ესეთი რამე საერთოდ ძალოსნობაში შეიძლება თორე ჭიდაობაში მაგალითად მე არასწორად მიმაჩნია. გავხდი ვერცხლის მედალოსანი, რაც ჩემთვის რა თქმა უნდა იქ მერე გამომიგზავნეს დეპეშა ჩემო უმფროსმა მეგობრებმა ეროსი მანჯგალაძე დობუაბაშიძემ რომ და ჩამოვდი გურამ მშვიდობიანად მაქსის დეპეშა შენახული მაგდაის შენი ვერცხლი ოქროს გვირჩევნია. რამდენიმე გრამის გამო დაკარგული ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ საღარაძის სპორტული კარიერა წარმატებულად გააგრძელდა. 1 წლის შემდეგ იგი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს მეორედ, ამჯერად მანჩესტერში დაეუფლა. მომდევნო 2 წელი ტოლედოსა და დელიში კი ვერცხლს დასჯერდა. სამჯერ ზედიზედ 1964, 65, 66 წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. 77 წელს ვერცხლის მედალს დაეუფლა, 68-ში კი ბრინჯაო მოიპოვა. 1965 წელს კონტინენტის ჩემპიონიც გახდა. 3 წლის შემდეგ სკოპიეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კი მესამე ადგილი დაისაკუთრა და აქტიური სპორტიდან წასვლაც გადაწყვიტა. შემელო კიდე მეჭიდავა რამოდენიმე, მაგრამ უკვე საპრიზო ადგილისთვის, ასე ვთქვა და მეორე მესამე აღარ ცხონდა ხალისი ამესი. წაგება არ შეიძლება, წარმოიდგინე მთელი ის წლების განმავლობაში, იმ გზობაში, იმ პასუხისმგებლობით ახლა. აი ზუსტად ასეთი იყო გურამი და ნუ ამ იმას უკვე ადამიანი ვეღარ უძლებს ხოლმე. თორე მე ჭიდაობით ეს კიდე ბერხას გააგრძელებდა. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, გურამ საღარაძე საყვარელ საქმიანობას ვერ ჩამოშორდა და მწვრთნელად მუშაობა დაიწყო, რაც ასევე წარმატებით გამოუვიდა. სხვა მრავალ სპორტსმენთან ერთად მისი აღზრდილი ოლიმპიური ჩემპიონი დავით გობეჯიშვილია. იგი ასევე დღემდე აგრძელებს მოზარდებთან მუშაობას. ამ ბავშვებს რო უყურებ, გონია ჩემი შვილებია სულ ყველა და ისე მიყვარს ყველა და ვესაუბრები მათთან კონტაქტში შევდივარ
კარგად ჭიდაობს თუ ცუდად ჭიდაობს, აქ უკვე ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ვამხნევ, ვანუგეშებ, წააგებს როტირია ხოლმე მივდივარ მეცისებ ტიროდი მეთქი უყვები. მეც როცა წავაგებდი ხოლმე კარგია რომ განიცდი წაგებას და ეს წაგების მერე მოგებაა მეთქი. ხვაწმოსილ ქართველ სპორტსმენს ხვალ 75 წელი უსრულდება. იუბილარი მნიშვნელოვან თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე მეგობრებთან ერთად მიიღო დაბადების დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრების გადასცა საქართველოს სპორტის მინისტრმა, რომლის ერთ-ერთი მრჩეველიც თავად გურამ საღარაძეცაა. მე მინდა ბატონ გურამ საღარაძეს მიულოცო 75 წელი ეს წელი მას ნამდვილად არ ეტყობა და წელიწადი მას არ მომატებია, იმდენად ხნედ და კარგად გამოიყურება, იგი აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არა მარტო სპორტულში. მე პირველ რიგში მას მინდა ჯანმრთელობა უსურვო, მხნეობა და ისეთივე გამარჯვების წყურვილი, რომელიც მას ჰქონდა სპორტული კარიერის განმავლობაში. ეხლა როგორც მაგას უყურებ, ის ჯანმრთელობას უყურებ. ძალიან კარგად არის შესანიშნავად და მარტო 100 წელი კი არა, 25 წელი კი არა, 50 წელი ეგოს ასე კარგად ელაბაზა. სხვადასხვა აქვს მაგისი. ეხლა მე 1000-ის მინდა თქვა, მაგრამ უფრო რეალურია რომ 20 წელი მაინც გახდება. არაფერი არ წუხებს საერთოდ. ძალიან კარგია, ერთმა კარად ავახოს. ჩემ გურამის ულოცავ 75 წელს თავს. უსურვებ ჯანმრთელობას, თავისი ოჯახის კეთილდღეობას. მსოფლიოს ორგზისა და საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონს, ევროპის ოქროსა და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანს, სპორტის დამსახურებულ ოსტატსა და მწვრთნელს, ფილას, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენების კავალერ გურამ საღარაძეს ქართული სპორტის გულშემატკივრების სახელით იუბილეს პირველი არხი და გადაცემა არენაც ულოცავს.